შეიძლება თუ არა უცხო ენის სწავლა გრამატიკის გარეშე, მხოლოდ გაზებურებული სიტყვებით. გამარჯობა, მე ვარ მაია, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი. მოდი დღეს ეს თემა განვიხილოთ. მხოლოდ გაზებურებული სიტყვებით ლოგიკურად მიხვდებით, რომ წინადადების აწყობა არ შეიძლება და შეუძლებელია. გამორიცხულია, რომ თუ კი გრამატიკულ საკითხებში ვერ ერკვევი, რაიმე წინადადება აწყო. ამიტომ, როცა ვცდილობ, რომ შეისწავლო ენა, აუცილებლად უნდა იცოდე მისი გრამატიკა. აქვე ვთანხმდებით იმაზეც, რომ გრამატიკა არ მოიცავს წესებს, გრამატიკა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მეტი წილი შენი მუშაობის უნდა იყოს პრაქტიკული. როგორ? მოდი გავცეთ პასუხი. მაგალითად, თუ კი ვსწავლობთ წარსულ მარტივ დროს, ჩვენ ვზეპირობთ, რომ წარსულ მარტივ დროში ემატება იედი და ამ შემდგომ არაწესიერისმნები ფორმას იცვლიან, რავი, ბევრი წესები არის, ხო? წარსულ მარტივ დროზე. აი, ასე გაცილებით რთულია. თუ კი შენ დაიდებ ცხრილს, გააკეთებ რამოდენიმე მაგალითს კონტექსტის მიხედვით, ჩასვამ ზნებს სწორად წინადადებაში, შენ თვითონ შექმნი წინადადებას, შენ თვითონ რეალურ ცხოვრებას დაუკავშირებ, გაცილებით გაგიმარტივდება კონკრეტულად ახლა ამ შემთხვევაში ამ დროის აღქმა და დამახსოვრება. ასეა ნებისმიერი საკითხი. როგორ გამოვიყენოთ ახალი სიტყვები? ხშირად მეკითხებიან, როგორ გამოვიყენოთ მასწავლებლო ახალი სიტყვები? ანუ ახალი სიტყვები თითოეულ ახალ სიტყვას როცა ისწავლით, თქვათ, რაღაცა სიტყვა, ხო? დღეში ვსწავლობთ 5 სიტყვას. პირობითად, ამ 5 სიტყვისგან პირობითად ავიღოთ ერთი სიტყვა experience, გამოცდილება. ამ experience სიტყვას დაუკავშირეთ 5 წინადადება. შექმენი შენ ისეთი 5 წინადადება, სადაც გამოიყენებ ამ სიტყვას. მერე ეს 5 წინადადება გაიზეპირე. როცა წინადადებას ზეპირობ, თან სწავლობ, როგორ დავალაგო თითოეული სიტყვა სწორად. ეხლა საიდან მოვიტანოთ ეს წინადადებები? თუ კი არ მოგდით აზრად, როგორ შევქმნა წინადადება, მაგალითად სიტყვა experience-ის ჩართვით, შეგიძლია გკითხოთ, დღეს ტექნოლოგია ძალიან განვითარებულია, შეგიძლია გკითხო ხელოვნურ ინტელექტს და დონეც მიუწერო რა, რა დონის მფლობელიც ხარ შენ, იმ დონის 5-ვე წინადადებას გაგიშაშვალებს და ამოგიყრეს ეგრევე. მაგრამ ჯობია რომ შენ თვითონ შეეცადო აწყო წინადადება, თუნდაც ძალიან მარტივით დაიწყო. რომ მიხვდე მე რა, მაგალითად ქვემდებარე როდის მოდის, ნაცვალსახელი როდის, შემასმენელი როდის მოდის, განსაზღვრა და განსაზღვრა შემდგომ. ეს ახლა არც კი გჭირდება ძალიან გაზოთხულად რომელი არის თქვა განსაზღვრელი, ესე არა. მაშასე სწავლობთ გრამატიკას, სწავლობთ ახალ სიტყვებს, მაგრამ პრაქტიკით და არა მხოლოდ ზეპირი გზით.